ის ადამიანი ხართ, აი რომელიც ადამიანიც რაღაცნაირად რო შემოგხედავენ, ხო, ყველა სიკეთისკენ მიდის და არა ბოროტებისკენ და დიდი მადლობა ამისათვის და აი ღმერთმა დაუშვა ისო თქვენ აქ დარიყავით კიდევ ერთხელ. რა თქმა უნდა, თქვენ სულ იქნებოდით, რომ რაღაცა მოგსვლოდათ აუცილებლად ჩვენთან ზეციდან მაინც, მაგრამ აქ რო ხარ ძალიან გვიხარია და დიდი მადლობა ამისათვის მამაო თქვენ, მადლობა ღმერთს და თუ შეიძლება თქვენ ლოცვისთვის. ხო, ამასთან დაკავშირებით მამაო თუ გვეტყვით კიდე რაღაცას, რომ აი როგორი რთულია და როგორი წამია ცხოვრება, რომ შეიძლება ვეღარ გაგატეხდეს ხვალ და ჩვენ ასვაგვეთ დღეს როგორ ჭამთ არაფრის გამო ერთმანეთს, აი იმ ყველაფრის გამო ჭამთ ერთმანეთს, რაც შეიძლება აქ დარჩეს შემდგომ და წარმოგიდგენთ. აი რას ფიქრობთ, აი თუნდაც აი გარდაცვალების წინ ხო ემზადებოდით იმისათვის რომ მოკვდებოდით, ხო წარმოგიდგენთ, აი რა ფიქრი შემოგიტია და აი რა გაუფასურდა თქვენში. აი რაღაცა ხო აი რომ დღეს შენთვის ის ფასეული ახარ არის საერთოდ, აი რაღაც მატერიალური რაღაც რო გინდოდა, ბინა რაღაც. აი თუ შეიძლება რა გაუფასურდა კიდე რა ეს. აი შემიძლია ძალიან მარტივად თქვა რომ ყველაფერი გახდა ამაო სიყვარულის გარდა. როცა ადამიანი სიკვდილის სარეცელზე ხარ, მაშინ ხვდები რომ ერთადერთი რაც კი დაგრჩენია და რაც კი მიგაქვს არის სიყვარული. დანარჩენი ყველაფერი ამაოა. დანარჩენი ყველაფერი ამქვეყნეულია. გახსენდება ყველა წყენა, როგორც პირადი, ასევე ის წყენა, რომელიც სხვას შეიძლება მიაყენე. ის რაღაცნაირი განსაცდელი, რომელიც შეიძლება შენი ქმედებით სხვას მიანიჭე.